მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების 8000 ადგილიანი სტადიონის პროექტირებაზე მუშაობს. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია სტუდიო 9 წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე განიხილა. პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს. აშენდება მეოთხე კატეგორიის UEFA სტანდარტების სტადიონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ფუნქციურად სპორტული ობიექტების აშენება, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქალაქებში მივიღოთ ახალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტები და ზუსტად ამას ემსახურება ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსები. ამ კონკურსების შედეგად ხდება გამარჯვებულების გამოვლენა. რუსთავი გამოირჩევა მათ შორის თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული არქიტექტურით და ჩვენ გვინდა რომ თანამედროვე არქიტექტურაც 21 საუკუნის არქიტექტურაც შემოვიტანოთ რუსთავში. 2026 წელს გუნდი ვემზადებით, რომ რუსთავში განვახორციელოთ განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები. ერთ-ერთი არის სწორედ სტადიონის მშენებლობა და უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება თანამედროვე ახალი სტადიონი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. აქტიურ რეჟიმშია თვითონ საპროექტო ნაწილი, განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს პრემიერის, სწორედ მისი ინიციატივით დღეს რუსთავს აქვს ეს დიდი შესაძლებლობა და ველოდებით უკვე საბოლოო პროექტს, რომელიც როგორც აღნიშნე, მისცემს ქალაქს აბსოლუტურად ახალ ენერგიას და ახალ მოტივაციას კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ ჩვენს ქალაქში. რუსთავის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მშენებლობის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში არის პროექტირების ნაწილში. პროექტანტს აღებული აქვს ქალაქ რუსთავის მერიიდან სამშენებლო პირობები და უშუალოდ მუშაობს პროექტის ესკიზურ ნაწილზე, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში უნდა ჩაგვბარდეს. რაც შეეხება მთლიან პროექტირების ფაზას, ასე ვთქვათ, მისი საბოლოო ვადა არის წლევანდელი წლის მაისი.